რაც შეეხება ამ მართლაც საშინელ ფაქტს, თებერვალში მიმდინარე წლის და საქმის კურსში ვიყავით დეტალურად, იმიტომ რომ ჩვენ სამსახურსაც ჰქონდა ეს ინფორმაცია, თებერვლის თვეში პრაქტიკულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 4 დღის განმავლობაში სამართალდამცველმა სისტემამ მოახერხა ძალიან მცირე ინფორმაციიდან გასულიყო ბოლომდე და 3-4 დღის განმავლობაში შედეგი დადებულიყო და დაკავებული ყოფილიყვნენ მოძალადე პოლიციელები. 19 თუ 20 თებერვალს თუ არ ვწდები თარიღებში გენერალურმა ინსპექციამ ჩვენმა სამსახურმაც მაშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიიღეს ინფორმაციები, რომ 4 წლით ადრე ჰქონდა დანაშაულებრივ ფაქტს ადგილი, საზარელ ფაქტს, როგორც ხედავთ კადრებში და ამის შესახებ არც ერთი შეტყობინება, არც ერთი ინფორმაცია არ იყო არსად. შეტყობინება 22 წელს, როცა ეს დანაშაული მოხდა, არ იყო დაფიქსირებული არსად, არც დაზარალებულებს მიუმართავთ ვინმესთვის და 4 წლის განმავლობაში ეს იყო მიჩქმალული ფაქტი. ამიტომ რეაგირება ბუნებრივია ვერ იქნებოდა, არავისთვის ეს ცნობილი არ იყო, მაგრამ იმის გამო, რომ გადაღებული კადრები ერთ-ორ ადამიანთან მოხდა, ისევ თავის წრეში დაატრიალეს, ასე ვთქვათ, ამის შესახებ მიღებული იყო ინფორმაცია და ამაზე იყო მყისიერი რეაგირება. დღეს ბუნებრივი ამბავია, მათგან არ გვიკვირს, ვინც ამას აკეთებს, რომ ნახევარს ამბობს და მეორე ნახევარს არ ამბობს, მაშინ როდესაც პირველმა თავად გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაკავებულები არიან მოძალადე პოლიციელები ადამიანების ცემის ფაქტზე 23 თებერვალსვე თუ ისევ თარიღი არ მეშლება, მათაც ჰქონდათ ეს ინფორმაცია, იმიტომ რომ პროკურატურამ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სამართალდამცველთა სისტემამ გაავრცელა ეს ინფორმაცია, არ დაუმალავს. შემდეგ როგორც მე ვიცი და არ მგონია ვწდებოდე კადრებიც აქამდე ქონდათ, არ ვიცი დღეს და გუშინ რასაუდებოდნენ მაინც და მაინც, რას დაამთხვეს და რა მიზნები აქვს. ეს წლების განმავლობაში ბევრჯერ ნახეთ, რომ წმინდა პიარული მიზნები აქვს და არანაირი თქვათ ემპათია ვიღაცნებაც მათ არ ამოძრავებთ და რეალურად გახსნილ საქმეზე, რომელიც 4 წლის მერე გაიხსნა, აბსოლუტურად მიჩქმალული საქმე, არავინ რომ არ იცოდა და რომ არ გახსნილიყო, ვერც ამ კადრებს ვერ ნახავდა ვერავინ. ჩვენს მიერ გახსნილ საქმეს ატრიალებენ, რომ ჩვენ რაღაც დანაშაული ჩავიდინეთ, რატომ გავხსენით ალბათ ეს საქმე. რა თქმა უნდა, ახლა სისტემურობაზე ილაპარაკები ბუნებრივი ამბავია, მაგრამ ერთი რამე შემიძლია დაბეჭდებით გითხრათ. ხვალად შეიძლება დანაშაული მოხდეს. 45,000 ადამიანში ვიღაცამ შეიძლება შეარცხნოს კვლავ პოლიციის მუნდირი. ამას გარანტიას ვერავინ ვერ მიცემს ვერავის, ვერც მე ვიცი მოსახლეობას გარანტიას, რომ ხვალ პოლიციელი რაღაც დანაშაულს არ ჩაიდეს 45,000 ადამიანიდან რომელიმე. მაგრამ გარანტიას მიცემთ იმისას, რომ დაუჯელი ვერ დარჩება ვერც ერთი. როდესაც მე აი ამ თანამდებობაზე ხა სადაც ვარ გადავდიოდი, მაშინ ერთ-ერთ თქვენს ეთერში ვთქვი, რომ რაზეც იყო ლაპარაკი, რომ პოლიციელები არ დაესჯილან აქციების დროს. პირობა დავდი და რამდენიმე კვირაში, მაქსიმუმ თუ რამდენიმე დღეში არა გახსოვთ, ეს პირობა შესრულდა, ვისაც კი შესაძლებელი იყო, რომ მტკიცებულება მოგროვებულიყო ელემენტარული, ყველაზე მოგროვდა და ეს მუშაობა გრძელდება, არ დაგვისრულებია და ყველას ვაფრთხილებ. პოლიციელი იქნება თუ სხვა ადამიანი, რომელიც პოლიციელის დისკრედიტაცია შეესწება. ერთი მხრივ პოლიციის მუნდირის, ღირსების, გმირი ხალხის შეურაცხყოფას არავის არ გაუტარებთ და მანიპულაციებით მათი დისკრედიტაციის კამპანიას, ისევე როგორც გუშინ ვნახეთ, რომ ცნობილი იყო მათთვის ჯერ თებერვალში, მერე პროკურატურის პიარ სამსახურიდან, რომ იცოდნენ, რომ დაკავებული იყვნენ ადამიანები და ანონში შეგნებულად ეს არ ჩასვეს და მეორე მხრივ პოლიციელი იქნება თუ უწყების, რომელიმე უწყების სხვა წარმომადგენელი ძალადობას და ასეთ მავნე ქმედებებს და მათაც პოლიციელის მუნდირის შეურაცხყოფას არც მათ გაუტარებ და არც მათ ვაპატებ. ეს არის სწორი მიდგომა, მაგრამ ერთადერთიანებას დავამატებ. მე მიკვირს იმ ხალხის, რომელიც საერთოდ არაფერს ამბობს იმაზე, რომ აი მაგალითად არ ვიცი, სიუჟეტები დანიის ფაქტი იყო. საფრანგეთის ფაქტები იყო, დიდი ბრიტანეთის კი ბატონო, მადლობა, არჩი ძალიან დიდი ფაქტები იყო. იქ რო ცემენ ქუჩაში, კამერები წინ რომ ასაკეთებენ, დღემდე ერთი ადამიანი არ არის ამ ფაქტებს ეს დაჯილი. ის არავისაც უხევს. იმაზე არავინ არ საუბრობს, რომ ესე იქ დემოკრატიულად ბრჭყალებს, რა თქმა უნდა, ცემენ როგორც ჩანს და ჩვენთან დაჯილი ადამიანი ფაქტის სახეზე გახსნილი 4 წლის თავზე და 4 წლის შემდეგ საქმე და ამას ცდილობენ რომ დაატრიალონ და სისტემურად წარმოაჩინონ ეს ამბავი. ვერც სისტემურობა იქნება, ვერც ძალადობა იქნება, იქიდან გამომდინარე პრევენციას ყოველთვის მოვახდეთ და ვერ დარჩება განსაკუთრებით ახლა ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე დღეს არჩილმა ძალიან კარგი პოსტი დაწერა და ცოდვა გამხელჯობია. რაღაცებს ვერ ვახერხებდით ჩვენ წლების განმავლობაში, ისე როგორც დღეს ეს შეგვიძლია. ამას თუ გნებავთ მე ბევრი ვილაპარაკოთ და ვერავინ გაიტანს თავის დანაშაულს.